ათონის და ტაო-კლარჯეთის მოლოცვის შემდეგ ანჩისხატი საქართველოში ჩამოაბრძანეს. მომლოცველებმა ხატი ქობულეთის ამაღლების ტაძარში დააბრძანეს. საქართველოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით და სასულიერო პირთა უშუალო მონაწილეობით ანჩისხატს საქართველოს რეგიონებსა და მის ფარგლებს გარეთ რამდენიმე წელია დააბრძანებენ. წმინდა ადგილების მოლოცვის შემდეგ ანჩისხატი საქართველოში ჩამოაბრძანეს. მომლოცველებმა ანჩისხატის ასლი ქობულეთში ამაღლების ტაძარში დააბრძანეს. მამა იოსებმა ტაძრის წინამძღვართან ერთად ლოცვები აღავლინა. მანამდე კი სიწმინდემ ისტორიულ ტაო-კლარჯეთში იმოგზაურა და ის ადგილები მოიარა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ხელთუქმნელმა ხატმა თბილისამდე ისტორიულად განვლო. თითოეული ქართველისთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, ვინაიდან ამ ხატით ლიტანიით მსვლელობით ჩვენ ვევედრებით უფალს, რომ უფალმა ღირს გყოფსა დააბრუნოს დედანი თავისივე ეკლესიის წიაღში, რომ ერმა შეძლოს მისი დიდება და მისგან იმ მადლის მიღება, რომლის მოინჭება სამხატ შეუძლია. წირვის შემდეგ სიწმინდე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში გადააბრძანეს. სასულიერო პირებმა კი სავედრებელი პარაკლისი გადაიხადეს. ხატი ტაძრამდე მრევლმა აღმაშენებლის ქუჩის გავლით საპატიო მსვლელობით მიაცილა. ეს არის ისტორიული გზა, ათონის თვიდან არის ჩამობრძანებული ტაო-კლარჯეთის გავლით. ბათუმს ვესტიო და დავხვდა, ამავე მიბრძანდებიან ხალხი, მრევლი არის და რავი, ღვთისმადლით ბრწყინვალე დღეა რა. მე-10 წელია რაც ანჩისხატის ასლი ამ გზას დადეს. მშვიდობას ყველა ოჯახს და ყველა ქართველს ვთხოვ, რომ ვაიმე არ თქოს. თავის ოჯახში რომ მშვიდობა იყოს და საქართველოშიც. ეს წყალობით მომბრძანდა ანჩისხატი და ტრადიციულად უკვე ჩვენს ქალაქში პირველი შემთხვევა არ არის, რომ მოილოცავს ასე მსვლელობით ქობულეთში არსებულ ტაძრებს და ერთგვარი ნუგეშია ჩვენი ცხოვრებლებისთვის და მადლი და წყალობაა, რა თქმა უნდა. ანჩისხატის მე-10 გზა სიმბოლურად ივერონიდან დაიწყო. ივერონის მოლოცვის შემდეგ კი ხატი ათონის მთის ყველაზე მაღალ წერტილზე 6 საათიანი მარშრუტით ქართველმა ემიგრანტებმა, სხვადასხვა ქვეყნის სასულიერო პირებმა და მომლოცველებმა თაყვანის ცემით ფერიცვალების სახელობის ტაძარში ააბრძანეს. შემდეგ ხატმა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის კელია მოილოცა, სადაც იქ მოღვაწე ქართველმა ბერებმა წირვა ლოცვა აღავლინეს. ძალიან დიდი სიხარული იყო. ავედით ფერიცვალების თაფთაზე, წვერზე, თვითონ ათონის წვერზე ავაბრძანეთ ხატი. მრევლთან ერთად უამრავმა ხალხმა მიიღო მონაწილეობა, უამრავმა ადამიანმასაც თაყვანი ანჩისხატს. ყველა ეცნობა, უცხოელები, აი დღევანდელ ჩვენ ამ ანჩისხატის სამუზეუმო მდგომარეობას და ყველა ლოცულობს, სხვა ენებზე ვთარგმნეთ ჩვენ, რომ ეს ხატი რომელიც მთელი სამართლმადიდებლობისთვის მნიშვნელოვანი სიწმინდეა, დაუბრუნდეს დედა ეკლესია. სალიტანიო ანჩისხატის ასლს საქართველოს სხვადასხვა ტაძრის მოლოცვის შემდეგ მრევლი დედაქალაქში 28 აგვისტოს შეაბრძანებს, საიდანაც მსვლელობით ხელოვნების მუზეუმის წინ არსებულ სამლოცველოში მისი დედნის სიახლოვეს დააბრძანებენ.